ჩვენი კვლევების თანახმად 300%-ზე ბევრად მეტი უნდა იყოს კონკრეტულად პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, აქ ვფიქრობთ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 300%-ზე ბევრად მეც მიიღებს და როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საკრებულოში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებს. შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი და რაც იყო ჩვენი დაპირება თავიდანვე 64-ზე, 64 მერი, 64 საკრებულო, ეს დაპირება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ აუცილებლად შესრულდება. მთავარი მიზეზი, მე ვფიქრობ, რატომაც ევთოოდირი არ ჩამოვიდა საქართველოში, არის ის, რომ იყო უპრეცედენტო თავდასხმები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათი უცხოელი მფარველების მხრიდან ევთოოდირზე. ასეთ ფონზე, რა თქმა უნდა, ევთოოდირს ჰქონდა თავშეკავების მიზეზი, თუმცა 3 წელიწადში ევთოოდირი აუცილებლად იქნება საქართველოში და როგორც ეს მიღებულია, დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებში. რაც შეეხება, თქვენ ძალიან კარგად ნახავთ, როგორც ჩაივლის ბატონი ბაატა ბურჯულაძის მიერ დაანონსებული ეგრეთ წოდებული დამხობის აქცია. ერთადერთი კიდევ ერთხელ გამიმეორებ ჩემს გაფრთხილებას, ვინმეს არ წაუწდეს ხელი კანონის დარღვევაზე და არ დაუწდეს ფეხი ამ კანონზე. ეს არის ჩემი ერთადერთი გაფრთხილება. თუ ჩაივლის მშვიდობიანად, ხომ კარგი, თუ შეეცდებიან ძალადობაზე გადასვლას, მიიღებენ ამაზე რა თქმა უნდა პასუხს.